ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მინდა ერთი საინტერესო შემთხვევის შესახებ მოგიყვეთ, რომელიც გადამხდა ცოტა ხნის წინ. წინა შეხვედრის შემდეგ ქალაქ რუსთავში, ქვემო ქართლის რეგიონში, ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციის შემდეგ თან მინდა რომ კარგად შეხედოთ აი ამ ამბავს. ეს არის კომენტარი ნიკო მანაგაძის მხრიდან. ვინ არის ნიკო მანაგაძე? ნიკო მანაგაძე არის ადამიანი, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი და პოზიციონირებს ქართველი სტუდენტების და ქართულ საუნივერსიტეტო სივრცეებში არსებული თვითმმართველობების სახელით. მან ბრალი დაგვდო და დაგვადანაშაულა იმაში, ჩვენ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდი, ბატონი ვარლამი და ამ შეხვედრის ორგანიზატორები, რომ ეს შეხვედრა არა თავისუფალი და საჯარო, არამედ დახურული პარტიული შეკრება. რა თქმა უნდა, მე პირდაპირ დავუწერე კახეთის შეხვედრის შესახებ და დაუპატიჟე აქ დღევანდელ შეხვედრაზე დროით და თარიღით. ჩვენ დღეს აქ ბატონ ნიკო მანაგაძეს მგონი ვერ ვხედავთ, ხო? ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ ის ემსახურება ხელოვნურ რადიკალიზაციას. სამწუხაროა, როცა ახალგაზრდა ადამიანი აკეთებს ამას. მესმის იმ კონკრეტული ადამიანებისგან, რომლებსაც თავიანთი ინტერესები აქვთ და ეს მრავალი წლის განმავლობაში დაგვანახეს, თუმცა განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ჩვენთვის, ახალგაზრდებისთვის, ქართველებისთვის, სტუდენტებისთვის ის, რომ ადამიანი, რომელიც უნდა პოზიციონირებდეს და ჯანსაღ დისკუსიაში უნდა შემოდიოდეს ჩვენთან, ბრალს გვდებს და არ იღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფრის შესახებ. ამიტომ კიდევ ერთხელ და ხაზგასმით, რადგან კახეთში ვერ ჩამოვიდა, დავპატიჟებთ შემდგომ შეხვედრაზე, რაჭაში, რომლის დროც და თარიღით რა თქმა უნდა გასაჯაროვდება, როგორც ყველა შეხვედრის აქამდე შემდგომ და ვეცდებით, რომ შევიდეთ მასთან დისკუსიაში, მიუხედავად მისი განსხვავებული აზრისა და მცდელობისა კიდევ ერთხელ ხელოვნურად პოლარიზდეს ქართული საზოგადოება, განსაკუთრებით ქართველი ახალგაზრდები და მოხდეს ხელოვნური დაყოფა და რადიკალიზაცია, რომელსაც ჩვენ, როგორც ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია და ეს რეგიონული კონფერენციები, ისე ქართული ოცნების სახელმწიფო გუნდი აქტიურად ვებრძვით. მადლობა დიდი ყურადღებისთვის.